ამოწურა თუ არა ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვენთვისაც ის მანდატი, რომელსაც აძლევდა ოპოზიცია ყოველ შემთხვევაში აი ამ თვეების განმავლობაში, რომ ის იყო ოპოზიციის გამაერთიანებელი, რომ მასზე მყარდებოდა მთელი რიგი იმედები. თქვენთვის ეს იმედები კიდევ რჩება თუ ამოწურულია? იცით რა, დიდად იმედიანად რომ არ ვიყავი, ალბათ თქვენ ეთერშიც გახსოვთ რამოდენიმეჯერ, მაგრამ პატივი ვეცი, ასე ვთქვათ, ოპოზიციის გადაწყვეტილებას და იმას, რომ რამოდენიმეჯერ საქართველოს სასარგებლოდ დასავლეთში სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით სიტყვა დაასველა და ამ თვალსაზრისით ვიფიქრეთ, რომ ჩემთვის ის განცხადება, რომელიც მას გაკეთებული აქვს, შემზარავი განცხადება, მე ვინმე ამორჩევით კი არ ვაკრიტიკებ ხოლმე ზუსტად ასეთივე განცხადებისთვის, მე სხვაც მყავს გაკრიტიკებული და შესაბამისად სალომე ზურაბიშვილიც ჩემთვის შემზარავი განცხადების გამკეთებელი იყო, რის გამოც მე პრაქტიკულად აი ბოდიში მაგალითად მოსახლეობისთვის სახელმწიფოებრივად არ მომისმენია არასოდეს, ხო, ამ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ომი დაიწყო და მეტიც მძინარე ცხინვალს ჩვენ ბომბავდითო რაღაცა საშინელება იყო. ამიტომ არც 2018 წელს მე კარგად ვიცოდი, რომ ჩემთვის ლეგიტიმური არ იყო არც მაშინ. იმიტომ რომ მე ძალიან თანმიმდევრულად ვრჩები იმ აზრზე, რომ მაშინაც ასე ვთქვათ გაყალბებული იყო და მე დასტური მომცა ასე ვთქვათ დინარაძემ და მას მიაძახა, რომ ჩვენ ხო არ გავიწყდებო, რომ ჩვენ აგიღეთ და დაგდეთო და აი ეს დაგდეთ სიტყვა 21 საუკუნის არჩევნებში ძალიან ცუდის მომასწავებელია და ხელისუფლების წარმომადგენელი ამას როცა ამბობს, ხო და აი მე აი ესე გაყალბებული არჩევნებიც დადეს ოცნების ხელისუფლებამ. ამიტომ ჩვენთვის არასოდეს არ იყო ლეგიტიმური თქვენთვის. არა, ჩემთვის არასოდეს არ იყო. უბრალოდ პროცესი, როდესაც წავიდა და მით უფრო აი ლიდერად მას ვერასდროს ვერ ხედავდი. ეხლა როგორც ნახე, აი როცა ვუყურებ, არა, მით უფრო ახლა საერთოდ არ არის. ახლა რო მხოლოდ ლელო შემორჩა მას? მე როგორც ასეთი განცდა გაქვთ? რაღაც ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ აი ახლა, რა ვიცი, კობერიძემ საერთოდ ისიც დატოვა ახლები, ხო, გირჩი, ან 4 ნომერი. და ბევრმა ყურუამ და შეიძლება გამომრჩეს ვიღაც, რამდენიმე ადამიანმა დატოვა. რატო დატოვეს? ზურაბიშვილი იყო მისაზე? არა, პროცესის, აი ლიდერად ვერ დაინახეს ალბათ რაღაცა, პროცესი დაინახეს ცოტა. ვერ შექმნა პროცესი ზურაბიშვილი. ვერა, პროცესი ნამდვილად ვერ შექმნა, ორი აზრი არის. ამას არ ჭირდება თამარ ჩარკვიანის კრიტიკა, მე ხომ ეხლა ჩაციებული რომ ყოფილიყავი და ჩასაფრებული, მაშინ მანამდე ვიქნებოდი, არა? მე თქვენ ნახეთ რომ ერთი პერიოდი დიდად აღრთოვანებული შეიძლება არ ვიყავი, მაგრამ მივეცი საშუალება რომ რაღაცა პროცესში უფრო აქტიურობა გამოეჩინა მას და აბა ნახოთ ხო ადამიანები ყოველთვის პოლიტიკოს რაღაცა შანსი უნდა მისცე, მაგრამ ვერანაირად ვერ გაამართლა. დიდად რო გითხრათ რომ ველოდი მოგატყუებ